მოგესალმებით კურიერს 12 საათზე სიღნაღის სტუდიიდან წარმოგიდგენთ მე გიორგი გაბუნია ვარ. საქართველოს პრეზიდენტის ნიუ-იორკში ვიზიტის მეოთხე დღე ქვეყნის წარმატების მთავარ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ძირითადად საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. Თქვენი ამბავი შესანიშნავია, აღსანიშნავი ტრანსფორმაცია განიცადეთ. ბევრი ვისაუბრეთ ამ ხელისუფლების პოლიტიკური კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელსაც მან მიაღწია. როგორ მოახერხეთ ეს? თავი ის იყო, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან ცოტა დრო გქონდა. ყოველთვის ზევით მივიწევდით ბრძოლის პარალელურად. გვინდოდა ყოფილიყავით წარმატებული ყველაფრის მიუხედავად. ჩვენი აზროვნება ამგვარი იყო. ან უნდა ყოფილიყავით ძალიან წარმატებული, ან საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით. ამას ფიქრობდით არა მხოლოდ ჩემზე, ან ვინმეზე, არამედ მთელ ქვეყანაზე. ფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ქვეყანას. შესაძლებლობები ძალიან მცირეა და ერთადერთი, რასაც ვთვლანობ, ის არის, რომ ხანდახან ზოგიერთ რეფორმებს ვთმობ და მათი გადადება მიწევს. უკანასკნელი, რაზეც უნდა ზრუნავდე ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, არის პირადი პოპულარობა, რადგან პოლიტიკა ასეთია, ხან ზემოთ ადიხარ, ხან კი ქვემოთ ჩამოდიხარ. ამაზე არ უნდა ინერვიულო, რადგან თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, თანდათან ახვალ ზემოთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ ფორმა შეინარჩუნო მომავალ არჩევნებზე. პოპულარობას თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყენებ, ეს არაფერს ნიშნავს. ის მხოლოდ საშუალებაა იმისა, რომ რეფორმებისთვის გამოიყენო. მე არ მჯერა დიდი მთავრობის. შეიძლება გქონდეს კარგი განზრახვები, მაგრამ დიდმა მთავრობამ მათი განხორციელება შეანელოს. ჩვენ გვინდა ძალიან ეფექტური, ძლიერი, მაგრამ პატარა მთავრობა. ეს არის მთავარი. ჩვენ უნდა მივახციოთ წარმატებას ყველა სიძნელის მიუხედავად. შეხედეთ, რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ქვეყანას, რა გამოწვევების წინაშე დგას ის და მაინც ყველაზე დიდი ზრდა ამ წელს ინვესტიციების თვალსაზრისით ჰქონდა. დონალდ ტრამპმა განაცხადა თბილისის ცენტრში სათამჯენის აშენების შესახებ. 2 კვირის წინ ძველი მეგობარი მესტუმრა, ის თავისუფალ კურორტს აშენებს საქართველოში. ატმოსფერო, რომელსაც ახლა აქ ვხედავ, უნიკალურია. ეს იგრძნობა და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩამოხვიდეთ, თავად ნახოთ ის, რაზეც გესაუბრებით. ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ საქართველო არც შეშორია როგორც გონიათ. შორიდან როგორც ჩანს, რამდენიმე წლის წინ თქვენ დავითივით იყავით, რომელიც გოლიათს ებრძოდა. მაინტერესებს, როგორ მოახერხეთ შეგენარჩუნებიათ ურთიერთობები და ისეთი პოზიცია, რომ კვლავ განაგრძობთ განვითარებას. რაც მოხდა ძალიან დამახასიათებელია იმ სივრცისთვის, სადაც ვმოქმედებთ. ვფიქრობ, ჩვენ კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავით. ჩვენს მოწინააღმდეგეს კი ნერვები ეშლებოდა, როცა ხედავდა, როგორ პატივისცემას იმსახურებდა ეს საუკეთესო მოსწავლე. ის მის დამცირებას ცდილობდა. ერთხელ ჩვენ მიუტრიალდით და შევეცადეთ წინააღმდეგობა გაგვეწია. ამას დიდი შეტაკება მოყვა. შემდეგ კი სამეზობლოში პოლიციამ შემოიხედა და ჩვენ გამცალკევდით. ბიჭი კი ირწმუნებოდა, რომ კისერს მოგვტეხდა, მაგრამ არაფერი მოხდა. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარება ძალიან სწრაფად. მეზობელი კი გვიყურებდა და ფიქრობდა, თუ პატარა ბიჭი ასე ვითარდება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია? თანდათან ამ გოლიათმა შესაძლოა იფიქროს, რომ არსებობს სხვა უფრო პატივსაცემი გზა, ვიდრე ვინმესთვის კისრის მოტეხვა. მე როგორც ხედავდა, მესმის რუსებს ესმით, რომ მათ ჭირდებათ მოდერნიზება, ცვლილება. ბევრი ადამიანი რუსეთში და არა მხოლოდ მარგინალური ოპოზიციური ფიგურები ამბობენ, რომ საქართველოს შეძლო ეს. ანუ ყველაზე კორუმპირებულმა, ყველაზე კრიმინალურმა ქვეყანამ, სადაც ჩასვლა ყოველთვის ასიამოვნო იყო. ის იტალიის სამხრეთს გავდა, რომელიც კარგი ადგილია, მაგრამ იქ არ არის კანონის უზენაესობა და ეკონომიკური წარმატება. ჩვენც ასევე ვიყავით. რუსეთში ამბობენ, რომ თუ მათ შეძლეს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? და ვფიქრობ, თანდათანობით სწორედ ეს იქნება მოგვარების გზა. შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად ვახსენებ სინგაპურს, რადგან სინგაპურს მსგავსი ისტორია ჰქონდა ჩინეთთან. ჩინეთს სულდა, რასაც სინგაპური აკეთებდა, თუმცა შემდეგ მათ ერთმანეთის მიღება დაიწყეს. რა თქმა უნდა, განსხვავებით მათგან, მაგრამ არსებობს გარკვეული პარალელები იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ეს პატარა ქვეყანა. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ და მანევრირების უნარი გაქვს, ეს ხანდახან ნიშნავს, რომ დაიტანჯები, როგორც ჩვენ დავიტანჯეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ. დავდივართ სკოლაში და ვიღებთ მაღალ ნიშნებს.